ვამზადებ Wranglers საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ეტაპისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ არ ვაპირებდი ამანქანის მეტი შეჯიბრებებში მონაწილეობას. Suzuki-ს ვაწყობდა ამანქანას მეტი. აღარ დავტანჯავ თქო. ისეთი შეჯიბრია, ისეთი სირთულეა და ისეთი ის მონაკვეთებია, რომ დაზიანების შანსი არის გამორიცხული. და ეხლა მინდა რომ ამანქანით მივიღო მონაწილეობა, იმიტომ რომ Suzuki ჯერ კიდე აწყობის პროცესამდეც არ მისულა, ჯერ გარეთ არის და ვიცი. როდის მაგას დავუწყებ კაცმა არის. Wranglers ეხლა ვაპირებ, რომ მოხსნა გამშვები კოლექტორი. ამ გამშვებ კოლექტორს აქვს ბზარი და არის იმის ალბათობა, რომ ლუშწელი ჩამოწყდეს და ჩამოვარდეს და გასაკეთებელია. მანამდეც პატარ-პატარა რაღაც ხარვეზები ქონდა მანქანას, მაგრამ გურიაში ვიყავ დიდ თოვლობაზე, იქ კიდევ უფრო დაემატა რაღაცები. მანამდე 1-2 სამშველოზე დავაზიანე კიდე საყვალ ნაწილებში რაღაც დეტალები და მინდა რომ შეჯიბრისთვის 100%-ით გამართული იყოს მანქანა და 100%-ით, ასე ვთქვათ, მომზადებული მანქანით გავიდით რა, რომ რაიმე პრობლემა არ დაუტოვო და რაღაცა ისე არ მქონდეს, რომ რაღაცის გამო ასე ვთქვათ, დავინდო და რაღაც გაზი დავაკრო და რაღაც. შესაბამისად, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ 100%-ით გამართული იყოს და ყველაფერი გავუკეთო ისე, რომ რამე არ გვემტყუნოს. მაგის გარდა პრობლემა გვაქვს ხიდის სამაგრზე. ესეთი სამაგრები არის, რომელიც ხიდზეა დადუღებული და ამაზე შტანგა მაგრდება და ეხლა თვითონაც რაც აყენია, ის არის გაღვმული, დაზიანებული და მოკლედ მოწყვეტაზე. ესენი გამოვიწერე გაძლიერებულები, ბევრად სქელი არის. ეს ადგილები ჩემსაც დაზიანებული ქონდა, იმიტომ რომ მოშვებულზე ვატარე ერთხელ და გაადიდა. მოვაპირებ, რომ ესენიც შეჯიბრამდე უნდა მოვაჭრავრივე და ესენი მივადუხო. ეს ორი ამბავი და მესამე ბოროტი ელექტრი გვაქვს დაშინებული, რომელიც ბლოკავს ძალიან კარგად და მაგას დავუბრუნებთ. ეს ახლა ყოველდღიურ ხმარების მიყენია შედარებით light LSD და ვაპირებ, რომ უფრო ბოროტი დავაყენო, იმიტომ რომ შეჯიბრზე ბლოკირება დაგჭირდება. იქიდან გამომდინარე, რომ იქნება დიაგონალები, ჩქაროსნული მონაკვეთები. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მანქანა იყოს ყველანაირად გამართული და რომ რაღაც არ ქონდეს დატოვებული ისეთი, რის გამოც შეიძლება მერე დაზიანება მივიღოთ და გავეთიშოთ რბოლას. შესაბამისად, ეგ სამი რაღაცის გაკეთება უნდა მოვასწრო კვირის ბოლომდე, რომ ყველანაირად გამართულმა გამოვიდე მე შეჯიბრზე.